რა შეიძლება ვუპასუხოთ ამერიკას და ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე? რა უნდა ვუპასუხო, რომ წესიერად მოგვექცენ რა და დაგვაფასონ როგორც ხალხი და როგორც ერი და პატივი გქცენ. აი ამას ვიტყოდ. როგორ უნდა ვუპასუხოთ, რა უნდა ვუპასუხოთ ევროკავშირის და ამერიკის უსამართლო დამოკიდებულებას საქართველოს? რა უნდა ვუპასუხოთ და რაღაცა მოთმინება გამოვიჩინოთ და გამვითარდეთ ჩვენ თვითონ. აუცილებელი არ არის რაღაც ის წევრი იყო. ჩვენ თვითონ გამვითარდეთ. ჩვენ ხო ჩაკეტილი არა ვართ, არა გვაქვს ურთიერთობა უნგრეთთან და სხვადასხვა სახელმწიფოსთან გვაქვს და ვიცით როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო. ჩვენ ხო ისე არა ვართ. და განვითარდეთ ჩვენ თვითონ. კანონები მივიღოთ, როც ევროპულ შესაბამება ამერიკულს და რუსეთთანაც რომ ვითადამშრობლოთ. მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ჩვენი პრობლემები რუსეთთან. და იმათანაც უნდა ეკონომიური ისე ძალიან სასარგებლოა რუსეთთან. ჩინეთთანაც რო გვიგზავნავენ ჩინეთთან ურთიერთობას. ჩვენთვის ძალიან სახარბიელოა ჩინეთთან ურთიერთობა. მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამერიკა უცბად კეთილგანწყობილი გახდება ჩვენს მიმართ. ისინი ძალიან გადაბმულები არიან ევროკავშირთან, ამერიკა და ევროკავშირი. რაც არ უნდა ლანძღავდეს ის ტრამპი, მაინც ერთი არიან. და ამიტომ ეხლა ცოტა თავშეკავებული ვიყოთ, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, აი უნგრეთია, სლოვაკეთია თუ ეხლა ვინც არის, ჩინეთს ვჭირდებით. ვისარგებლოთ ამ ურთიერთობებით და არ ვეხვეწოთ და ვემუდაროთ აქ ამერიკას. ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ. ბოლო-ბოლო ჩინეთთან საასპარეზოთ. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამერიკის და ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებას? კონსულს რა უფლება აქვს შიდა საქმეში რივან ელს თვითონ. რა ეხლა ეს ჩვენი ქართველობა როგორ მოქმედოს? მე ვიღაც დღეს ევროპის ისაყვა ხო ეს კონსული რო არის. ხან ქართულად რო წვალობს რაღაცას რომ მოაბოდავს ხოლმე. რაღაცას ბოდავს, მაგრამ ჩვენ საქმეებში რატო არა? ეხლა რო განა და ბღავიან ეს კახპაკალები ბოდიში ამ სიტყვაზე და ის პატარა ფულ გადახდელი და ნანუკას პატარა ლობიანებზე დაძდელი ბავშვები. სიცხვილია. ასე ჩვენ ეროვნული ხალხი ამათ უყურებთ. ჩვენ ძველი გვარდი ერთ სიტყვას დავიძახებთ და ამათ განახეთ ყუდი თქვას როგორ ვასწავლეთ. არ შეერიონ შიდა საქმეს ჩვენ ავართ ღვთისმშობლის წინხვედ მიწაზე და ქრისტიანები ჩვენ მართლმადიდებლები ჩვენ ვინ უნდა გვასწავლონ ევროპელებმა რა უნდა გვასწავლონ ჩვენ ბოდიში ეხლა აღარ უნდა ლიცენზიური სიტყვები თქვა რა უნდა მასწავლონ რაღაც გოთორება ბოდიში ამ სიტყვას და არა ადამიანობა მე მაგაცას არადროს არ გავითვალისწინე სულაც ამჭირდება ეგეთი ევროპა რომ ჩემ ტრადიციას და კულტურას თუ დავკარგავ გენაცვლე როგორ უნდა ვუპასუხოთ ამერიკის და ევროპის ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებას? რაში ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას? აი თქვენ რაში ხედავთ უსამართლო მე ბევრ რამეში ვხედავ. მაგალითად? ორმაგი სტანდარტი ალბათ გაიგონიათ. ეხლა უკვე ალბათ სამმაგი სტანდარტიც არის. ესე იგი, ისე გამოდის ხანდახან რომ რაც მაგათვის შეიძლება, ის ჩვენთვის არ შეიძლება. აი ეგ მაწუხებს მე პირადად. როგორ ვუპასუხოთ ამ ყველაფერს? როგორ უნდა ერთად დგომით? სახელმწიფოებრივად გაევერთიანდეთ. აი ამ გამოწვევას მხოლოდ ესე შეუძლია გვიპასუხოს. შეიძლება ისევა პარტიები და ხალხი სხვადასხვა აზრზე უნდა იყვნენ და ეგრეც არის სწორ, ეგრე უნდა იყოს. მაგრამ აი ამ სახელმწიფოებრივ საქმეში უნდა ვიყოთ ერთიანები. თქვენი აზრით რა უნდა ვუპასუხოთ ამერიკის და ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებებს ჩვენს მიმართ? კი, მაგაზე ბევრი მოგვისმენია ჩვენ, საერთოდ. ხო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ტრადიციები, რაც წინაპრებიდან მოდის, ხო, უნდა შევინარჩუნოთ. კი, ერთხელ კარგია ეს ევროკავშირის, რაც კარგია, რომ მივიღოთ და მისაღებია, მაგრამ რაც არ არის მისაღები და ჩვენთვის სასარგებლოდ არ არის, მე მგონი არ არის საჭირო, რა ვიცი. ჩემი აზრი ასეთია. რა უნდა უპასუხოთ თვითონ და გამოვასწორონ ჯერ ყველაფერი და მე რომ უპასუხოთ. ამ პირობებში ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ? არაფერი, ძალიან ცუდია ყველაფერი. მედია გაუძლებს ჩვენი მთავრობა. ევროპას და ამერიკას არაფერი საქმე არაა გაკ საქართველოს მე რომ მკითხო პირადად. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. ჩვენთან ჩვენ უნდა მივხედოთ.